კვლავ ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დაურიგდება თუ არა ქარელელ და ოზურგეთელ მედიკოსებს რამდენიმე თვის დაგვიანებული ხელფასი გაუმჯობესდება თუ არა 9 რეგიონულ საავადმყოფოში არსებული სავალალო პირობები. ებრაული კომპანია ADITI, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებებს უკვე რამდენიმე წელი არ ასრულებს და რომელსაც 4 მინისტრი ვერ მოერია, სახელმწიფო მართვაში გადადის. ADITI-სა და სხვა ინვესტორების დაპირებულ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გვესაუბრება, თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ ერთი თემა, რაზეც ვისაუბრებთ ჩვენ ბატონ მინისტრთან. ბატონ დავით, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ გადაცემაში და აქვე გკითხავთ, სანამ ADITI-ზე ვისაუბრებდეთ და იმ კლინიკაზე, რომელიც სახელმწიფო მართვაში გადავიდა, ონკოლოგიურ ცენტრია საუბარი. მანამდე გკითხავთ, გუშინდელ თემას მინდა დავუბრუნდე, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა საკითხით, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მილიონიანი ბრუნვის მქონე პირის და ინდმეწარმეების მოხვედრას. სამართალდამცავები უკვე დაინტერესდნენ და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, რა არის ამ დროისთვის ცნობილი, იკვეთება თუ არა ვინმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი. საღამოშვიდობის. მოგეხსენებათ, აღმოჩნდა 1400-ზე მეტი ოჯახი, რომელთაც აქვს დაფიქსირებული მაღალი შემოსავლები. ესეთ შემთხვევაში კანონი გვავალდებულებს, რომ შეუწყვეტოთ მათ სოციალური დახმარება და იმდენად რამდენადაც სრული სურათის გამოსაკვლევად მარტო ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი, ამაში ჩაერთვენ შესაბამისი ორგანოები. თუმცა ეს დრო არ იყო საკმარისი, რომ ამ წუთებისათვის რაიმე კონკრეტული სურათი ყოფილიყო, შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს და როგორც კი შედეგები გვექნება, ამის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას. ბატონ დავით, შესაძლებელია თუ არა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც უშუალოდ იღებდა სოციალურ ბაზაში იყო ჩასმული და იღებდა იმ შეიძლება ითქვას დახმარებას, რომელიც მას პრაქტიკულად არ ეკუთვნოდა. ამის შესახებ პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ მე არ ვარ კომპეტენტური, რომ გაქცეთ პასუხი. პასუხისმგებლობის შესახებ იმსჯელებენ ალბათ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები. გასაგებია და აქვე კითხავთ იმასაც, რატომ არ ხდებოდა გადამოწმება ამ სოციალური ბაზის ამ დრომდე. ზოგადად სოციალური დახმარებების სურათის სტრუქტურის შესწავლამ პირველივე თვეებში დახატა საინტერესო სურათი, რომელიც მაღალი ალბათობით გარკვეული აქტივობები ზუსტ თანხვედრაში იყო პოლიტიკურ მოვლენებთან. ეს იყო პირველად, როდესაც გადავამოწმეთ, ანუ შევასრულეთ კანონის მოთხოვნა, ეს იყო წლის დასაწყისში. წინა წლებში რატომ არ ხდებოდა, ამის შესახებ გამიჭირდება დაზუსტებულად გითხრათ, თუმცა მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ინსტრუმენტი ისევ და ისევ თანხვედრაში იყო პოლიტიკურ მოვლენებთან, კერძოდ არჩევნებთან და ჩემი აზრით ალბათ ამის გამო. თუმცა მთლიანი სურათის შესწავლა გრძელდება და ალბათ საბოლოო სურათის გამოკვეთის შემდეგ შეგვეძლება, რომ დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. საუბრობენ იმაზე, რომ გარკვეულწილად ამ მეთოდით ხდებოდა გარკვეული საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდება. სამ მექანიზმს, სამ სქემას ასახელებენ. ამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს. დღეისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით იკვეთება მრავალი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს და ამ პასუხების გაცემის შემდეგ ვფიქრობ, რომ შეგვეძლება უკვე სრული სურათი წარმოუდგინოთ საზოგადოებას. მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი წინასწარი, ასე ვთქვათ, შეფასებებისგან, რადგანაც ამას სპეციალური ცოდნა, გამოკვლევა და კომპეტენცია ჭირდება, რაც ხორციელდება კიდევაც შესაბამისი სტრუქტურების მიერ. ბატონ დავით, სხვა თემაზე გკითხავთ, არანაკლებ საინტერესოა, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა განცხადება ამასთან დაკავშირებით ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის და ADITI-ის კლინიკების სახელმწიფო მართვაში გადადის. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროსი და ამავე დროს ის, რომ სახელმწიფო მართვაში გადავა ის კლინიკები, რომელიც ჰქონდა იგივე ADITI-ს და სადაც როგორც საუბრობენ, საკმაოდ მაღალი სახელმწიფო დავალიანება იყო. ნიშნავს თუ არა იმას, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ეს ვალდებულებები მან გაიზრდოს.
სახელმწიფო ყოველთვის ვალდებული არის დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამავე დროს ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს, მიესალმება კერძო ბიზნესის განვითარებას და მხარდაჭერას, მაგრამ როდესაც ეს აქტივობები იკვეთება და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, სახელმწიფო ვალდებულია ეს ღირებულებები დაიცვას. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით ამ ზოგად სახელმწიფოებრივი ღირებულებების და კანონის შესაბამისად. ონკოლოგიური საავადმყოფო უკვე გადმოეცა სახელმწიფოს, ჩვენ ვეცდებით გაწერილი გეგმის მიხედვით და საერთაშორისო დახმარებით, რომ ასე ვთქვათ, წესრიგი დავამყაროთ და სტრატეგიულად გავმართოთ ეს სამსახური. იგივე შეეხება ადითის მმართველობაში არსებულ კლინიკებს, რომელიც გრაფიკით რამოდენიმე კვირით ჩამორჩება აქტივობები, მაგრამ აქტივობები იგივე თანამედროვედ განხორციელდება ადითის შემთხვევაშიც. ანუ მასაც გადმოიბარებს სახელმწიფო და ესწრება და იმედი მაქვს, რომ მოაწესრიგებს იქ სიტუაციას და ამის შემდეგ უკვე გადავაფასებ ყველაფერს თავიდან. ეხლა სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას, თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვას. ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ საინტერესოა, ჯანდაცვის სამინისტრო არის მხარე თუ ეკონომიკის სამინისტრო, რადგანაც თავის დროზე ხა საკმაოდ ბევრ საუბრობენ იმის შესახებ, საუბრობდნენ წარსულში იმის შესახებ, რომ ადითთან გაფორმებული ხელშეკრულება რეალურად არავის უნახავს და არ გამხდარა საჯარო, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენად არის ჯანდაცვის სამინისტრო მოპასუხე? ხელშეკრულება ნანახია, ცნობილია, ხელშეკრულება გაფორმებული არის ეკონომიკის სამინისტროს და კომპანია IHOP შორის, ადითი ოპერატორი კომპანია არის ამ ხელშეკრულების. ეს ხელშეკრულება საკმაოდ რთული იყო, მან გაიარა ექსპერტიზა სხვადასხვა მიმართულებით, ასე რომ მხარე ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევაში არ არის ხელშეკრულების, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო არის ის მხარე, რომელიც არის პასუხისმგებელი ისევ და ისევ მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ დოზით ვართ ჩვენ ჩარეული ამ აქტივობებში. ხელშეკრულების მონაწილეები ჩვენ არ ვართ, ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკონომიკის სამინისტრო და ადითის დამქირავებელი IHOP. რა ბერკეტები, რა მექანიზმი არსებობს იმისათვის, აი რა ფორმით მოხდება გადასვლა მუნიციპალურ საკუთრებაში, მაშინ როდესაც ეს კომპანია ალბათ ასე მარტივად არ დათმობს პოზიციებს, რადგანაც როგორც ისინი ამბობენ, მათ 3 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს და დღეს კიდევ მილიონს დებენ იმისათვის, რომ გაისწრუნონ ის თუნდაც სახელმწიფო დავალიანებები. ჩვენთვის უცნობია მათ მიერ მილიონის ჩადების ცდილობა, ჩვენ ბოლო 9 თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მივეცით მათ იმის საშუალება, რომ განეხორციელებიათ აქტივობები. სამწუხაროდ მათგან ეს აქტივობები ვერ დავინახეთ ამ ახალი მილიონის ჩათვლით. შესაბამისად კონტრაქტი შეწყდება და დაიწყება გადმობარება, ხოლო ის ინვესტიციები, რაც უკვე განხორციელებული ჰქონდათ, რომლის 3 მილიონი აქ იყო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ეფექტურობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, შესაბამისად კანონის ფარგლებში გადმოვა სახელმწიფოს მმართველობაში. ისინი თავის მხრივ ადითის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ 10 მილიონიანი დავალიანება და სწორედ აქედან წარმოიშვება პრობლემები. ეს 4 სადაზღვევო კომპანიაზეა საუბარი, IC ჯგუფი, არქიმედე და როგორც ისინი ამბობენ, ასევე ალფამაც შეუწყვიტა მათ კუთვნილი დაფინანსების მიცემა. ასეთ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რა არის, რამდენად სამართლიანია? სამართლიანია ჩვენი მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ საკითხი ეხება იმას, რაც უკვე მოგახსენეთ, ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. რაც შეეხება იმას, თუ მესამე პირის მიზეზით, ამ შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიების მიზეზით მათ ვერ შეასრულეს თავისი ვალდებულებები, ეს არ არის გამომარტივებელი გარემოება, ამაზე იურისტები მუშაობენ და განაგრძობენ მუშაობას, თუმცა ამბანური ჭეშმარიტება არის, რომ ესეთ კომპანიას უნდა ქონდეს რისკების გადაზღვევის შესაძლებლობა, რომ თუ მოხდა შეფერხება მესამე პირის ანაზღაურების გამო არ შეწყვიტონ თავისი აქტივობები და ადამიანის სიცოცხლეს არ შეუქმნან ჯანმრთელობა. არ მინდა ზედმეტ დრამატიზირება გავაკეთო, მაგრამ ხაზს უსვამ, რომ აღნიშნულ რაიონებში ეს პროექტი ხორციელდებოდა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და საპენსიო ასაკის ხანდაზმულებში. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვების და ხანდაზმულების ჯანმრთელობაზე და პოტენციურად სიცოცხლის რისკზე. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ცალსახად მართალია და გამყარებული არის. ტექნიკურ დეტალებს უკვე გაევლიან შესაბამისი იურიდიული სამსახურები. ხომ არ არის მოსალოდნელიო გარკვეულ კლინიკებს, სადაც როგორც ითქვა, საკმაოდ ბევრი სტანდარტია დარღვეული, ლიცენზია ჩამოერთვას?
ლიცენზიის ჩამორთმევა ამ შემთხვევაში არ მოიაზრება, იმიტომ რომ არსებული სანებართო პირობები მოიაზრებს იმას, რომ როდესაც დაწესებულება წინასწარ გვატყობინებს და უკვე შეტყობინებული აქვს, რა თქმა უნდა, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რეკონსტრუქცია და განახლება, ესეთ შემთხვევაში ჩვენ სანებართო პირობებს ვახორციელებთ შუალედურ, ასე ვთქვათ, შერბილებულ მინიმალურ მოთხოვნებს, რომ ანგარიში გაუწიოთ ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობას და ხელოვნური ბარიერები, გართულებული ბარიერები არ შევხვდათ. ანუ ვადასტურებ, რომ ამ ხრივ ამ დაწესებულებებს პრობლემები არ შეექმნება. ბატონ დავით, ვინ გადაიხდის იმ დავალიანებას სახელმფასოს, რომელიც დღეს არსებობს ადიტის კლინიკების მხრიდან? 650,000-ია საუბარი რამდენად არის? 300,000 ლარი 650 ექიმი. დიახ, 700,000 ლარამდე არის დიახ დავალენება მართებულს ვწანებთ. ესეთ შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი კანონები და მეთოდოლოგიები, რომლებიც თუ ეს იქნება კომპანიის გაკოტრების გზით წავა, შესაბამისი პროცედურები ჩაერთვება, თუ ეს იქნება ვალდებულების განმობარების გზით, შესაბამისი. ეს არის გაწერილი პროცედურები და ეს დავალიანებები დაუფარავი არ დარჩება არც ერთ შემთხვევაში. ანუ პირველი რა თქმა უნდა კომპანიამ უნდა დაფაროს. გასაგებია. ეს უკვე ამუშავებული პროცესი არის და უკვე მიმდინარე პროცესია. და ბატონ დავით, ბოლო კითხვას დაგისვავთ, არის ინფორმაცია, არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, მაგრამ კითხავთ, რომ სადაზღვევოებს უმწეოთა პროგრამასაც ჩამოაშორებენ. ნოემბრიდან. ჩვენი მხრივ არანაირი ინიციატივა ამაზე არ გაჟღერებულა მთელი ამ თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა. ის ხელშეკრულებები და დადგენილებები, რომლებითაც კერძო სადაზღვევო კომპანიები მონაწილეობენ ამ პროექტებში, ჩვენ გავხდეთ მაქსიმალურად მოქნილი, რომ ხელი შეგვეწყო მათთვის იმისათვის, რომ თუ ეს მათთვის ზარალიანი არის, მათთვის კიდე დამატებითი ზარალის გარეშე დაეტოვებიათ ეს პროექტი და თუ აქვთ სურვილი გაგრძელების, რომ განგვეხილა ეს ყველაფერი. ანუ ეს ყველაფერი ხდება მათთან თანამშრომლობით და შეთანხმებით, მაგრამ ხაზს გაუსვამ, რომ ლეიტმოტივი არის პაციენტის ინტერესები ამ შემთხვევაში და მხოლოდ ამის შემდეგ კერძო ბიზნესის ინტერესები. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი, გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია, ეთერს კვლავ ირაკლი ჩეხაძეს.